ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა, ერთიანი საქართველოს ლიდერია, ჩვენი გადაცემის სტუმარი. საღამომშვიდობის, მადლობა რომ ხართ იმედის მაყურებლის პირისპირ. საინტერესო თემები დაგროვდა ბოლო პერიოდში, ხმაურიანი თუ რაც ხდება პოლიტიკურ მოედანზე, მაგრამ პირველ რიგში მაინც საინტერესო იქნება დღის ამბავზე მოვისმინოთ თქვენი პოზიცია. თქვენ პარლამენტის თავმჯდომარე იყავით, როდესაც ბუტა რობაქიძე პოლიციელის ტყვია მიმსხვერპლა. ახლა როდესაც 13 წლის დაგვიანებით დადგა განაჩენი, რა შეგიძლიათ უთხრათ ოჯახს და საზოგადოებას, როგორ შეაფასებთ თქვენ ამ გადაწყვეტილებას დღევანდელს? პირველ რიგში მე დღესაც შემიძლია იგივე გამიმეორო, რასაც ვამბობდი თავის დროზე, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ოჯახისთვის, ეს არის გამოუსწორებელი და ესე ვთქვათ, საშინელი უბედურება. მე რამდენჯერმე ვარ კიდეც ოჯახში ნამყოფი და ვიცი ამ ადამიანების უბედურება და ბუნებრივია ამას არაფერი არ შეედრება. და მით უმეტეს, როდესაც ამდენი ხანი გრძელდებოდა ეს გამოძიება და დამნაშავე დასჯილი არ იყო, ეს კიდევ უმატებდა ადამიანებს ტკივილს. ჩემი პოზიცია თავიდანვე ცნობილი იყო, მე კატეგორიულად მოვითხოვე მაშინ როგორც ადეიშვილისაგან, ასევე მიხეილ სააკაშვილისგან, რომ გამოძიებული ყოფილიყო ეს საქმე და დასჯილიყვნენ დამნაშავეები. რაღაც ნაწილი ადამიანების დაისაჯა, თუმცა ბოლომდე გამოძიება მაშინ არ ჩატარებულა და არ მისულა ბოლომდე გარკვეულად გასაგები მიზეზების გამო. ჩემთვის გაუგებარია 5 წელი რატო დაჭირდა ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიებისათვის. აბსოლუტურად გაუგებარია ის, ესე ვთქვათ, გაჭიანურება ამ პროცესის, რომელმაც კიდევ უფრო დაუმძიმა ოჯახის წევრებს ეს წლები. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველა დასაჯელი დასჯილია, თუმცა მე მოვისმინე დღეს კომენტარები, სადაც იგივე ოჯახის წევრები საუბრობენ, რომ ბოლომდე მაინც არ არიან კმაყოფილი გადაწყვეტილებებით, იმიტომ რომ მიაჩნიათ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც დამნაშავენი არიან. ვინც არ უნდა იყოს, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს ადამიანს, ჩემი პოზიცია იყო ყოველთვის, არის და იქნება. რომ თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, მით უმეტეს ისეთ დანაშაულს, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ეხება, რა თქმა უნდა ობიექტური გამოძიება ჩატარდეს და ნებისმიერი ადამიანი უნდა იყოს დასჯილი კანონის სრული სიმკაცრით. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლიანი გამოძიება, სწორი პროცესი და ეს უნდა ხდებოდეს ყოველთვის, რაც პრევენცია იქნება მომავალში მსგავსი უბედურებების. კატონინო, ჩვენ ვიცით, რაც ხდებოდა და რაც უძღოდა ამ პროცესის გაჭიანურებას. რეალურად ის წლები და რეჟიმი, რომელიც პრაქტიკულად ყველა უწყებას და ინსტიტუციას აკონტროლებდა, მაგრამ მე მინდა ეს თემა ამოვწურო და კიდევ ერთ კითხვას დავსვამ ამ კონტექსტში. ია მეტრეველი ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში წლების წინ მაგალითად იყო ნაწყენი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეზე და მან ესეთი რამ თქვა, რომ ითხოვდა ბუტას მამა, გირგვლიანის მამა შეხვედრას ირინა ენუქიძეც თუ არ ვცდები, ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან, მაგრამ ვერ მოხერხდა და ვერ შედგა ეს შეხვედრა. გახსენდებათ თქვენ ეს სურვილი დაზარალებულთა მხრიდან? მომისმინეთ ერთი წამი. ჯერ ერთი მე ვუსმინე თქვენს გადაცემას და რატომღაც თქვენ ცდილობა გაქვთ, რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებებზე ილაპარაკოთ და გავიწყდებათ, მე მგონი, რომ ქართული ოცნება უკვე 6 წელია არის ხელისუფლებაში. ერთი წამი არ შემაწყვეტინოთ. არა, ერთი წამი პირაკლი. თქვენც იყავით, ხო? ნაციონალური მოძრაობის რიგებში თავის დროზე და ბუტა რობაქიძის საქმეზე საუბრობთ. არა, იმ გუნდთან ერთად იყავით ხელისუფლებაში, შესაძლოა პარტიის წევრი არ იყავით და ერთი წამი, ირაკლი, მე არ გაურბივარ შეკითხვებს და თუ არ შემაწყვეტინებთ, იპასუხებ. 4 წელი იყავით, ხო, რობაქიძის ამბავი როდესაც მოხდა პარლამენტის თავმჯდომარე. ეს სწორედ ამიტომ დავსვი ეგ შეკითხვა და მინდა რომ ამოვწურო, როდესაც 5 წელზეა საუბარი და კითხვის ნიშნები რომ გაიწელა პროცესი. ერთი წამი თუ არ შემაწყვეტინებთ, ძალიან დამავალებთ. შევთანხმდით? თქვენ დასვით კითხვა, მე გიპასუხებთ. 5 წელი პროცესის გაწელვა, მე მხედველობაში მაქვს უკვე ნაციონალური მოძრაობის შემდეგი პერიოდი და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ თუ ხელისუფლებას სურვილი ქონდა 5 წელი ამ საქმის გამოძიებას არ ჭირდებოდა, როდესაც საქმეში იყო ჩართული პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩემი პარლამენტის თავმჯდომარეობას,
მე ეს ძალიან კარგად მახსოვს და საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა და საქართველოში ერთადერთი ჟურნალისტები არიან მთელ მსოფლიოში, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარეს უყენებენ ბრალდებას გამოუძიებელი მკვლელობის თაობაზე. რა შუაშია პარლამენტის თავმჯდომარე გამოუძიებელ მკვლელობებთან? ძალიან მაინტერესებს. ერთი წამი ირაკ. ეხლა რა შეეხება ქალბატონიასთან ერთი წუთი. ხოლო შეხვედრაზე მაშინ ეხავი ნუ მაწყვეტინებთ ირაკლი, ხო შევთანხმდით რომ მე გიპასუხებთ თქვენ შეკითხვებზე. მე კარგი მეხსიერება მაქვს და მახსოვს თქვენი კითხვა. ეხლა რაც შეეხება შეხვედრას, არავით არის შეხვედრა ჩემთან ბუტარობაქიძის მამას და სანდრო გირგულიანის მამას არ მოუთხოვია ჩემი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს. ეს უბრალოდ ქალბატონია როგორც ჩანს შეცდომაში იყო შეყვანილი. რაც შეეხება ქალბატონი ირინა ენუქიძესაც, ქალბატონ ენუქიძეს ჩემთან შეხვედრა არ მოუთხოვია, ის ითხოვდა პარლამენტში სახალხო დამცველის გამოსვლაზე დასწრებას. რისი უფლებაც ბუნებრივია, მე მას ვერ მივეცი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქალბატონი ირინას ტრაგედიის გარდა სამწუხაროდ კიდევ ბევრი ტრაგედია იყო მომხდარი და ბევრი ადამიანი იყო გაუბედურებული და ვერავითარ შემთხვევაში ვერ აუხსნიდი მე სხვა დაღუპულის დედას, რატომ შემოვიდოდა მხოლოდ ქალბატონი ირინა ენუქიძე პარლამენტის შენობაში სახალხო დამცველის მოხსენების მოსმენაზე და რატომ არ შემოვიდოდა სხვა. მე ქალბატონ ირინას შევთავაზე, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე მზად ვიყავი მასთან შესახვედრად. უნდა პარლამენტში, უნდა მასთან სახლში, უნდა ნეიტრალურ ადგილზე. უბრალოდ ქალბატონმა ირინამ თავად განაცხადა უარი ჩემთან შეხვედრაზე და თქვა, რომ მას ჯერჯერობით ამ შეხვედრის, ასე ვთქვათ, შეხვედრა არ აინტერესებს. ასე რომ ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრდეს ამ თემაზე ლაპარაკი. ეს იყო ოპოზიციის პროვოკაცია, როდესაც ოპოზიცია ცდილობდა, რომ სახალხო დამცველის მოხსენება გამოეყენებინა მაშინ პარლამენტში არეულობის შესატანად. ერთადერთი რაზეც ქალბატონმა ირინამ მიიღო ჩემგან უარი, უпростоრად მან კი არა, ზოგადად რეგლამენტიდან გამომდინარე, მე კანონიც კი მიგრძალავდა იმას, რომ სხვა პირი შემოსულიყო პარლამენტში დაზარალებული სახალხო დამცველის მოხსენების მოსმენაზე, კანონიც კი მიგრძალავდა და ეს ძალიან კარგად იცოდა მაშინდელმა ოპოზიციამ, მაგრამ ამის იგნორირება გააკეთა. თუმცა ის ხალხი, იგივე ხალხი, როცა მოვიდა საქართველოს პარლამენტში 2012 წელს, მე არ მახსოვს, რომ მაშინ მათ მიეწვიათ ვინმე დაზარალებული პარლამენტში, ან თუნდაც დღეს რაღაც არ მახსოვს, რომ ბატონი საზას არალიძეს ან მაჩალიკაშვილს ვინმე იწევდეს პარლამენტის ხდომაზე, მათ შორის სახალხო დამცველის, ასე ვთქვათ, გამოსვლის საგამოძიებო კომისია შეიქმნა. დაანებეთ ერთხელ და ერთი წამი მე რითი დამთავრდა ეს საგამოძიებო პრემიერთან იყო ირაკლი დაანებეთ თავი ირაკლი დაანებეთ თავი მას ადვოკატობას ქართული ოცნების ეს არის ადვოკატობა ფაქტები ქალბატონინო კი არა ფაქტებს გეუბნებით საგამოძიებო კომისია რომ შეიქმნა მე რას მიაღწია ამით ანსარალიძემ ან მაჩალიკაშვილმა მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ რომ მათი ასე ვთქვათ მოთხოვნები შესრულებული იყოს და სამართლიანობა აღდგენილი იყოს. როცა სამართლიანობა აღდგება, მე ამას ბუნებრივია მივესალმები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. პარლამენტის თავმჯდომარის კომპეტენციაში არასოდეს არ შედიოდა მკვლელობების არც გამოძიება, არც ამაში ეჭვმიტანილი ადამიანების დასჯა. საქართველო არის ერთადერთი გამონაკლისი, სადაც რატომღაც პარლამენტის თავმჯდომარეს უსვამენ ამ შეკითხვას. არა, პარლამენტის თავმჯდომარეს არ ვიცი, ვინ უსვამს, მაგრამ საგამოძიებო კომისიის კონტექსტში იყო რეალურად კითხვა. კარგი, დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი და გავაგრძელოთ სხვა თემებზე. ჩვენ გასულ კვირას ვნახეთ ნაციონალური მოძრაობის რეალური სახე და პერმანენტული აქციები აქვს მათ დაანონსებული და 15 დეკემბერს რაც ვიხილეთ. როგორ შეაფასებთ თქვენ ამ პროცესს? ანუ ტრანსფორმაცია უარესობისკენ თუ ზუსტად ისე იქცეოდნენ, როგორი ხელწერა მათ ჰქონდათ თავიანთი პოლიტიკური საქმიანობის სახელმწიფო სტრუქტურების დროსაც? მე მაინტერესებს ახლა ნაციონალური მოძრაობის სახე ეხლა ვნახეთ ჩვენ გუშინ წინ? და მანამდე არ ვიცოდით ნაციონალური მოძრაობა რას აკეთებს, როგორ იქცევა, ან როგორ მართავდა, ან ოპოზიციაში როგორ იყო? ეს არის გუშინდელი არის ძალიან დიდი გამონაკლისი, რაც მოხდა. მაგრამ მე ასევე მაინტერესებს ჩვენი ხელისუფლების სახე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ როდესაც ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს
და როდესაც ხელისუფლება მიდის იმაზე, რაზეც ეს ხელისუფლება წავიდა ამ არჩევნების დროს, მას აღარ აქვს მორალური უფლება ოპოზიციაზე ილაპარაკოს. თორე ჩემზე უკეთესად შეიძლება ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდეს ნაციონალური მოძრაობის რეალური სახე და მე არ მახსოვს სხვათა შორის ასეთი მონდომებით გაკეთებული სიუჟეტები და ესეთი ჩაკირკიტებით დასმული შეკითხვები, მაგალითად 26 მაისთან დაკავშირებით, იგივე ნაციონალური მოძრაობის წევრებთან დაკავშირებით, არ მახსოვს ირაკლი, იცით, არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ თქვენ დაუსვით შეკითხვა, ერთი წამით, რატომ აწყვეტინებ, ირაკლი, რომელზეც მინდა გიპასუხოთ პირადად მე, როგორც ერთმა ჟურნალისტმა. იმედის კვირა, რომელიც მიმყავს ამ არხზე ბოლო 2 წელია. ყოველი თვის ბოლოს თუ არა, 2 თვეში ერთხელ მაინც არის 26 მაისზე რეპორტაჟი პირდაპირ ეთერში. ნებისმიერი პირი ხო, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობიდან, ვინც მყავს ყველას უსვამ ამ შეკითხვას. არა, ქართულ ოცნებას არ აინტერესებს. მე მაინტერესებს და ვსვამ კიდეც კითხვებს. ერთი წამით. დიახ. მე ვარ ის ჟურნალისტი ქალტონინო, ვინც მთელი ღამის განმავლობაში პირდაპირ ეთერში მუშაობდა, ერთადერთი ჟურნალისტი და მე ძალიან კარგად ვიცი 26 მაისის საქმე და არის ჩემი დიდი ინტერესი. გავაგრძელოთ. ძალიან კარგი, ირაკლი, მე ამ შემთხვევაში თქვენზე პირადად არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ იმაზეც და მათ შორის იმ უმსგავსებაზეც, როდესაც ქართული ოცნება 26 მაისს იყენებდა ძირითადად წინა საარჩევნო პერიოდში. და მე უბრალოდ თქვენთვის მინდოდა სხვა რამე კითხა, რომ ან წინა პარლამენტის თავმჯდომარეს, ან დღევანდელ პარლამენტის თავმჯდომარეს ერთხელ მაინც თუ დაუსვით შეკითხვა, რატომ არ არის გამოძიებული 26 მაისის საქმე. 26 მაისი ხომ გამოძიებული არ არის. აი თქვენ წეხან მე დამისვით კითხვა, რომ მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე და რატო არ მივიდა ბოლომდე ბუტა რობაქიძის საქმე. რა თქმა უნდა მისულიყო, ორი აზრი არ არსებობს და ზუსტად ამ ტიპის დანაშაულებებისათვის აგო 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ პასუხი. მაგრამ ასევე მოვითხოვდა გთხოვთ, რომ ყველა სხვა პარლამენტის თავმჯდომარეებსაც, რომლებიც 2012 წლის შემდეგ არიან დღევანდელ მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს, დაუსვით ირაკლი კითხვა, რატომ არ არის 2012 წლის 26 მაისი? თარიღს ვერ გეტყვით, დამისვია და თქვენ შემდეგ გამომსვლელსაც ხელისუფლების წარმომადგენელს აუცილებლად ვკითხავ აი დღევანდელ ეთერშიც. აუცილებლად, იმიტომ რომ სამართლიანობის აღდგენაზე ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვილაპარაკებთ, სანამ აბსოლუტურად ყველა ეტაპი არ იქნება გამოძიებული აბსოლუტურად ობიექტურად. სანამ ხელისუფლება ილაპარაკებს, მე ირაკლის ხმა აღარ მესმის, არ ვიცი ლაპარაკობს. სანამ ხელისუფლება ილაპარაკებს კი, ეხლა მესმის, კი, მადლობთ. სანამ ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რა ცუდი იყო ნაციონალური მოძრაობა 2012 წლამდე და მუდმივად ვიქნებით ამაზე ფოკუსირებული, ირაკლი ქვეყანა წინ ვერ წავა. ნაციონალური მოძრაობა ცუდი რომ იყო, ადამიანებს რომ ატერორებდა, ადამიანებს რომ, ესე ვთქვათ, აშანტაჟებდა იგივე არჩევნების დროს, ვთქვათ, იგივე ინციდენტები არაერთი იყო, როდესაც სახალხო კრების ლიდერები დაატერორა და ჩემი პარტიის წევრები დაატერორა. ამიტომ გაუშვით ჩვენ ყველამ ერთად ნაციონალური მოძრაობა. მაგრამ 2012 წლის შემდეგ რას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება? რომ არჩევნები თავისუფლად ჩატარდეს, რომ ადამიანები არ იყვნენ დატერორებულები, რომ ადამიანები არ იყვნენ დაშანტაჟებულები. უკაცრავად, გიორგი, ისა ირაკლი, მაგრამ როგორც არც ერთი ჩემი თანაპარტიელი არ მუშაობდა ნაციონალური მოძრაობის დროს, არც ერთი ჩემი თანაპარტიელი, ჩემი პარტიის წევრი დღესაც არ მუშაობს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. და ვინც ჩემი პარტიიდან ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მუშაობა დაიწყო, ყველა იმ ადამიანს პირველ რიგში დაუყენეს პირობა, რომ დაეტოვებინა ბურჯანაძის პარტია. და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებდნენ სამსახურში. რა განსხვავება ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ წარმომადგენელთან? ბოლოს საინტერესოა თქვენი კითხვა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ამას ითხოვს ნაციონალური მოძრაობა. თქვენც გააქვთ ეს სურვილი, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს? და არის ეს მოცემულობა. მე არ მაქვს ამისი განსაკუთრებული სურვილი, სიმართლე გითხრათ, მე ვთქვი კიდეც, რომ ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვისაც და როგორც მოქალაქისთვისაც, ახლა პრინციპული მნიშვნელობა ამას არ აქვს, მაგრამ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ახლა უდაოდ არის ქვეყანაში, განმუხტული იყოს და მე რა მინდა იცით ირაკლი გთხოვოთ, აი თქვენც გისმენდით და იყო აი ესეთი დაპირისპირება თითქოს ციფრების, რომ 1,200,000-მა მისცა ხმა ქართულ ოცნებას
იწება სამარჩევნებში, თუმცა ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ მისცადა, ეს იყო ნაყიდი ხმები, ძალიან დიდი რაოდენობა, ყველა არა, მე არ ვლაპარაკობ ყველაზე, მაგრამ დიდი ნაწილი გაყალბებული ნაყიდი და დაშინებული ხმები იყო და ცოტა აგდებულად იყო ნახსენები, რომ 780,000-მა კაცმა მისცა ნაციონალურ მოძრაობას. ყველას მიმართ თანაბარი პატივი მისცემა, მაგრამ ხელისუფლება ამას ხშირად ეს უკვე შეურაცხყოფა კონკრეტული ადამიანების. მაინც ესე მგონია. არა, რატო არის შეურაცხყოფა კონკრეტული ადამიანის? რა, ირაკლი, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რა არჩევანი დადგებოდა, შედეგი რა იქნებოდა? შეიძლება პროგნოზი ახლა ჩვენ ვერ გავაკეთოთ, მაგრამ როდესაც გაყალბებაზეა საუბარი, დაშინებაზე, მოსყიდვაზე, რა შედეგი დადგებოდა? სხვა მხრივ, სხვა წარმოგედგინათ, რომ 400,000 ხმა შესაძლებელი იყო გაიყალბებინა სახელმწიფო გუნდს? ერთი წამით მე არ ვამბობ რომ ყველა ხმა გაყალბებული იყო ირაკლი და რა თქმა უნდა ძალიან დიდი იყო ფაქტორი იმ ადამიანებისა რომლებმაც გულწრფელად მისცეს ქართულ ოცნებას ხმა ზოგმა იმიტომ რომ მოწონს ქართული ოცნება მაგრამ ზოგმა იმიტომ რომ არ უნდოდა სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება ამაზე ორი აზრი არ არსებობს მე ეს არაერთხელ მithქვამს ეთერში მაგრამ ეს არ იყო 1,200,000 და ეს ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა ნუ ვიკამათებთ ჩვენ ახლა იმაზე რომ ძალიან დიდი იყო ნაწილი დაშანტაჟებული, შეშინებული ადამიანების და ძალიან დიდი ნაწილი იყო მათ შორის მოსყიდულის, მაგრამ ქართული ოცნების დანაშაული ცით რა არის ირაკლი? ქართული ოცნების დანაშაული ის არის, რომ 2018 წელს საზოგადოება დააყენა არჩევანის წინაშე ან სააკაშვილი და მისი გუნდი, ან ივანიშვილი და მისი გუნდი. ეს ხომ აბსოლუტურად შეგნებულად გაკეთდა, რომ ადამიანებს არჩევანი არ ქონოდათ და მართლა ადამიანებს სააკაშვილის არ მობრუნების შიშით მიეცა ხმა ქართული ოცნებისათვის. ეს არის ქართული ოცნების დანაშაული. ეს გააკეთა ქართულმა ოცნებამ აბსოლუტურად შეგნებულად, ამით დააზარალა ქვეყანა, მაგრამ ამით აუცილებლად დაზარალდება ქართული ოცნება და რაც შეეხება არჩევნებს, მე მინდა ერთი რამ გითხრათ, არა აუცილებლად უნდა დავასრულო ირაკლი. ერთი რამ არის, კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებული პოზიციები არის პოლიტიკურ ძალებს შორის, არჩევნებთან დაკავშირებით, პრინციპებთან დაკავშირებით, პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ყველა პარტიამ უნდა იბრძოლოს იმისათვის, რომ საარჩევნო გარემო შეიცვალოს. საარჩევნო გარემოს შეცვლა, რომელსაც ქართული ოცნება ითხოვდა 2012 წლამდე. არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რასაც თვითონ ითხოვდნენ ის გააკეთონ, რომ აღარ იყოს მერე ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცამ გააყალბა, ვიღაცამ მოისყიდა, ვიღაცამ შეაშინა და ასე შემდეგ. თუ ამას ქართული ოცნება არ გააკეთებს, ირაკლი, თქვენს ეთერში მინდა ეს თქვა. ეს პროცესი დამთავრდება რევოლუციით, ამ პროცესს გადაყლება ქართული ოცნება და მოხდება დაახლოებით იგივე, რაც მოხდა სომხეთში, როდესაც არჩევნების შემდეგი არჩევნების მერე მართლმა პარტიამ 5% ვერ დააგროვა და ბარიერიც კი ვერ გადალახა და საუკეთესო ვარიანტი იქნება თუ ეს მოხდება ისე მშვიდობიანად როგორც მოხდა სომხეთში გარწმუნებთ და ამას ვამბობ თქვენი მაყურებლის გასაგონად რომ მე მინდა ესმოდეს ქართულ ოცნებას ეს საფრთხე ნამდვილად ამისი არანაირი სურვილი არ მაქვს მაგრამ გარდაუვალი იქნება რევოლუცია თუ საარჩევნო გარემო არ შეიცვალა და 2020 თუ 19 წელს როცა იქნება არჩევნები სამართლიანად